ეს პროფესია იმას ნიშნავს, რომ ეხლა რა თქმა უნდა აღარ ვღერივარ ინტენსიურად და ძალიან დაჩაგრულად ვგრძნობ თავს. მაგრამ სახლში ან სადაც შეგხვდები ყოველთვის და ჩემ მეგობრებთანაც მაინც ვღერივარ. მიწყობენ ისინი ხელს. საერთოდ ისეთი წყნარი ბავშვი ვიყავი და გუნდი მომეწონა ყველა ბავშვი წაგოყვანეს გუნდში და მე კიდე კარგად ვღეროდი, მაგრამ არავინ არ იცოდა ეს. დედა მიცოდა მარტო, დედა კარგად ვღეროდა და ბაბუა. და მე სოლოები მიცეს სხვას და მე არ მომცეს, იმიტომ რომ არ იცოდნენ მე როგორ ვღეროდი. და მე რო დავამთავრე სკოლა და მე ტექნიკუმი და მე საოპერო მომღერალი და გავხდი, მე გავუკვირდა ძალიან, კი მაგრამ რუსიკო ვღეროდაო. იცით მორიდებული ვიყავი ძალიან. რო გამოვიდოდი და პირს გავაღებდი თუ არა, ეს ყველაფერი მე სადღაც მიდიოდა. იცით რა, მე ექიმი მინდოდა გავხდარიყავი და ყველას მეხუთე კლასი და ყველას მეუკეთებდი ნემსებს რატომღაც, მაგრამ მე რო გავიზარდე, მე მომინდა ტექნიკუმში ჩაბაბარებ, რომ ჩემ შვილებს შეუწყო ხელი, როცა მუსიკაზე ივლიან მეთქი ვიფიქრე და დაუსწრებელზე თან სკოლაში ვსწავლობდი და თან დაუსწრებელზე ვსწავლობდი თეორიულზე. მაგრამ მე რო რაღაც ნახეს იქ, რომ თურმე ხმა მაქვს და მე მომინდა ეს სიმღერა უფრო მეტად. რეზო ლაღიძის ოჯახთან ახლოს ვიყავი და რომ მომისვინა ბატონმა რეზომ, წამიყვანა სულხანძიძასეს და ხო და აბა ეხლა რამე დაჯექი დაუკარი და დაურკარი ჭრიჭინა სულხანძიძას და მითხრა არავით არის სამედიცინო კონსერვატორიაში და ჩააბარო შენო და აი ესე მირჩიეს და მეც ასე მოვიქეცი. მაინც პატარა ასაკის ვიყავი შედარებით 18 წლის შევედი კონსერვატორიაში. ხო და ჯერ ბავშვის ხმა ვამბობდნენ, მაგრამ თურმე მქონია ულტრა კალარატურა. მესამე ოქტავის სოლზე მამღერებდა ჩემი კონცერტმეისტერი მე, როცა აღარ იყო გულიკო ქართელიშვილი ცოცხალი და ის ძალიან მადლობელი და კმაყოფილი ვარ ლეილა სილიკაშვილის, რომელიც იყო ჩემი კონცერტმეისტერი, მასთან მუშაობდი და ძალიან ბევრ კონცერტებს, პროგრამებს ვამზადებდით, მცირე დარბაზში გამოვდიოდით რუსულს, იტალიურს, ქართულს და სხვადასხვა ესე და ბევრი კამერულ ნაწარმოებებს და კონკურსებში ვიღებდი მონაწილეობას და ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგითი. ჩემი პროფესორი გახდათ გულნარა ქართელიშვილი, არაჩვეულებრივი პედაგოგი, რომელსაც ჰქონდა სტაჟირება გავლილი ჯერ მაშინ სად იყო იტალიაში და ძალიან კარგი პედაგოგი იყო. ჩემი პირველი დებიუტი ქეთო და კოტე. ქეთო ვიმღერე პირველად და ამ დროს თეატრში რომ მივედი, იდგმეოდა თაქთაქიშვილის პირველი სიყვარული და მე მომწეს პატარა როლი, პაჟის ღენტორი ერქვა და იყო კალარატურა, მე და ცაცანამორაძეს. და იმას ვღეროდი, მაგრამ ფეხს რო გადავდგავდი, ხმა მიჩერდებოდა, იმიტომ რომ არ ვიყავი შეჩვეული, არ მქონდა ჯერ გამოცდილება, მაგრამ მე იყო ჩვენი მაგ სპექტაკლის რეჟისორი ბატონი გურამ მელიბა და შემდეგ მე მარგალიტაც ვიმღერე ამის შემდეგ. და მე რიგოლეტო ვიმღერე და ასე შემდეგ. სცენა იყო ძალიან ჩემთვის, აი რაც არ უნდა ისე ყოფილიყავი მოწყენი, ამით მიხაროდა რომ მქონდა სპექტაკლი და ამით ცოცხლობდი. ბევრი რაღაცები გადავიტანე ცხოვრებაში, ბევრი რაღაცა, მაგრამ აი ამან მიშველა ეთყობა რომ სცენა.
ყველაზე საყვარელი როლი ჩემთვის იყო რიგოლეტოში ჯილდა. არ ვიცი, სტუდენტობის დროსაც ნაწყვეტებს ვღეროდი და რატომღაც უყოლას უნდოდა ჩემთან რიგოლეტოებს ჩემთან სიმღერა და ამითი ვამაყობდი მეც. ჩემი პარტნიორები ძალიან კარგები ყავდათ, კარგი პარტნიორები. თემური გუგუშვილთან ერთად სულ 25 წელი ჩახუტებული ვღეროდით. ქეთო და კოტე, რიგოლეტო, ტრავიატა და ყველაფერი სტენური იყო და მე სოპრანო ვიყავი, დაისი. გამგებელი, ასევე ბარიტონები, ელდარ გეწაძე, ჯემალ მდივანი, რეზო კაკაბაძე. ის დარეკავდა რიგოლეტო როცა იყო და ქონდა კასტროლკი ნაპაიოთ, რახან მექვაბიშვილი ვიყავი და თუ იტყობდნენ არა დღეს არ მღერის, я тоже не пою, არ იმღერებდა, უჩვენოთ არ მღერებდა. გულის წვეტა ის არის, რომ გინდა რომ სულ შენ იმღერო და მასე არ არის ახლა, სხვამაც უნდა იმღეროს და შენც უნდა იმღერო. ძალიან მინდოდა მე არ ვიყავი ჯერ თეატრში, როცა ჯადოსნური ფლეიტა დაიდგა თეატრში, მე არ ვიყავი მაშინ და ძალიან მინდოდა რომ ღამის დედოფლის პარტია მემღერა, იმიტომ რომ კარგად ვღეროდი მაგარიას კონკურსებზე ძალიან მოწონდათ და ისე მოხდა რომ ჩემ პერიოდში არ დაიდგა ეს და მაგაზე გულიმწყდება ნამდვილად. ხმის გარდა აუცილებელია რა თქმა უნდა შრომა და შენს გარშემო ვინც არის ადამიანები იმათმა რომ ხელი შეგიწყო აუცილებლად. პედაგოგიური რო დავამთავრე კონსერვატორია, მაშინ იყო პუშკინის სახელობის ინსტიტუტი, სადაც პედაგოგებს უშვებდნენ და რეზო ლაღიძის კათედრა გაიხსნა იქ და მე იქ დავიწყე მუშაობა, მე და თენგიზ ჩაჩავა. და 30 წელი მუშაობდი იქ ვოკალის პედაგოგად. იმის შემდეგ მე რა თქმა უნდა თეატრშიც იქაც ვაგრძელებდი, თეატრში რომ ვღეროდი, პარალელურად იქაც ვაგრძელებდი მუშაობას. მხოლოდ მე უკვე გადამიყვანეს ბავშვთა გუნდის პედაგოგად და 8 წლიდან ღებულობთ ჩვენ თეატრში. უფასოა სწავლება, ბავშვებს უყვარდება, ძალიან უყვართ კლასიკური მუსიკა და აი არ ვიცი პირდაპირ ყოველ დღე რო ამეცადინო უნდათ რომ გამოვიდნენ სცენაზე, როგორც კი გამოვნენ ერთხელ, მე როგორც ჩვენ დიდები ასევე იწამლებიან ამ ხელოვნებით. სურვილი მაქვს, რომ კიდე ვიმღერო, ჩვენი დირექტორი, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი მეუბნება. რუსუდან მოამზადე რაც გინდა და წითელ დარბაზში მოგცემ იმას, რომ შეგიძლია იმღერო და მინდა რომ ჩემს ბავშვებთან ერთად ვიმღერო. მქონდა მე ასეთი კონცერტი წერალთა კავშირში, შემიწყეს ხელი და ძალიან კარგი კონცერტი გამოგვივიდა და ესე მინდა რომ ისე ვასე მოხდეს.